ბატონებო, დღეს კიდევ ერთი სასწაული რა მოხდა. ძალიან გიხსნით, რომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ, ხო? გაჭირდება, შრომა ჭირდება. მე ჩემ შვილიშვილებთან და მათესთან ერთად ზივარ, გუშინ დაბადებისგან მქონდა, დღესაც აღნიშნა. აქ არის ყველა მიცით ახლა პალმა, ხო, დუბაიში და პალმაში არის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი. ჩაი არა ერთმა გოგომ, ყველამ ერთად შევხედეთ ეს ულამაზესი გოგო. მე გვითხრეს, თქვენ საიდან ახარ ჩვენ ხარ ჩვენ თბილისიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღვინო და ჩვენ ღვინოს მივიწყებთ. ამ დროს გვითხრეს, ახ არის თბილისელი გოგო. და როგორც გაიგო დიანა თუ არა რომ ჩვენ თბილისიდან ვიყავით, ქართველები ვიყავით, მოვიდა და მოგვიფერა და მოგვიდოსა დღევანდელი დღე, ჩემი დაბადების დღე. აი ამას გისურვებთ ყველას. თუ ამ გოგო 2 წლის უკან მოახერხა და ჩამოვიდა და ამოდენა საქმეს ხელმძღვანელობს. მის ძალიან გუნდს უყვარს. თქვენც ყველას შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. ოღონდ უნდა ნება. თქვენ თავს უნდა უთხრათ, რომ მე შემიძლია და შევძლებ. დიანა, დიდი მადლობა ყველაფერთვის. ძალიან კარგი გოგო ხარ. შენ ეს შეძელი. გააკეთე და ადგილის მონახე და თავის დაიკვირდე. აი აქ ადამიანი გოგო ჩამოვიდეს და ეს გააკეთოს, ეს არის სასწაული რაღაცა. დიდი მადლობა გაცნობისთვის, დიდი მადლობა მოლოწვისთვის და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ ხვალიდან უკვე პარტნიორები ვიქნებით. ჩვენი ღვინო თქვენს რესტორანში გაიყიდება, მთელ დუბაიში გაიყიდება და ერთად ვითანამშრომლობთ და ალბათ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვასახელოთ ჩვენი საქართველო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. რას ეთქვი თბილისელებს, საქართველოს. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ შეგვდით და ვისმენთ რომ ყოველთვის ძალიან ხშირად მოგვინახულობთ აქ და ძალიან ხშირად შევხვდებით. დიანა, დიდი მადლობა. დიანა ხელმძღვანელებს მათე შეხედე პროსტო აჩვენე ეს რესტორანი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი დუბაიში, რომელსაც ეს პატარა გოგო თბილისიდან მოსული გოგო ხელმძღვანელობს. და სტარტზე უყენია ყველა და ყველაფერი. აი ეს არის ბიზნესი, ეს არის ჯანსაღი ბიზნესი და ჯანსაღი თანამშრომლობა და მუშაობა. დიდი მადლობა დიანა და მოკითხვა თბილისს და თბილისელებს. დიდი მადლობა. აი გოგო, აუცილებლად ვნახოთ.